და რა ვთქვათ, კუბაზე, რომელიც თითქმის 70 წლიანი ეგრეთ წოდებული ბავშვური რევოლუციის შემდეგ, რომელიც მხოლოდ კასტროს ოჯახს აინტერესებდა, მოსახლეობა სიღარიბეში დატოვა. და ამ კვირაში მათ ეკონომიკური მოდელის ცვლილება მოუწიათ გამოსხადება. ანუ ისინი საკუთარ პერესტროიკას გადიან. ალბათ წლის ნახევრამდე დონალდ ტრამპის ლიდერობით ქაუშუფალი კუბა ვიხილოთ. ამ შემთხვევებში ცუდი გადაწყვეტილებები, რომლებმაც თავისუფლება ეფექტურობის საკუთხეებზე შესწირეს, პოლიტიკურმა სარგებლიანობამ გამოიწვია. გეგმარება უსასრულო რესურს აძლევს კომუნისტს, რომ ყველაფერი თავისინებით გააკეთოს. ეს შეცდომები და ბოროტებები მოხდა, რადგან მორალურ წესრიგზე აღარ იფიქრეს, უпроსწორად საკუთარი დამახინჯებული მორალური წესრიგის შეგრძნებით მოქმედებდნენ. ამიტომ კომუნისტებად თვლით მათ, ვისაც დასავლეთის ქვეყნებში იმ გზის გავლა სურს, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებმა სიმდიდრე ზუსტად საპირისპიროს გაკეთებით დააგროვეს. ეს ასევე ეხება ზრდილობიან სოციალისტებსაც, რომლებიც თავიანთ თავს კარგ ადამიანებთან აკრავენ, მაგრამ სინამდვილეში ატარებენ პოლიტიკას, რომელიც ერებს ანადგურებს. მიუხედავად წარუმატებელი ექსპერიმენტების უარყოფისა და დისტანცირების მცდელობისა, ისინი საკუთარ თავს სოციალისტებად ან სოციალ-დემოკრატებად თვლიან და იგივე პრინციპებს იზიარებენ. ამიტომ როგორც ავხსენი, ჩვენ საპირისპირო გზა ავირჩიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობდა, ეს შეუძლებელიაო. ჩვენი მმართველობის პირველ თვეში საჯარო ხარჯებზე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი კორექტირება განვახორციელეთ, რათა შეგვიძლებოდა ჩვენი ვალის გადახდა. ასე დავიწყეთ ქვეყნის სანდოობის აღდგენა, რომ მასშტაბიც არ მოიდგინოთ. საჯარო ხარჯები რეალურად 30%-ით, ანუ MშՊ-სთან 5%-ული პუნქტით შევამცირეთ. ამბობდნენ, რომ ამის გაკეთება 1 მანდატის განმავლობაში შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ 1 თვეში შევძელით. გიგანტურ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეების ექსპლუატაცია ხდება, სამართლიანობა სახელმწიფოს თვითის შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამას შეუძლებლად თვლიდა. 6 თვეში ფულის გამოშვების ყველა წყარო მოხსენით. იმისათვის, რომ არგენტინელები აღარ მოვატყუოთ სენიორაჟით და აღვადგინოთ ნდობა ჩვენს ქვეყანაში და ვალუტაში, რაც ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია, ეს შეეხება კვაზიფისკალურ დეფიციტს, ანუ ცენტრალური ბანკის დეფიციტს, რომელიც MშΠ-ს 10 პუნქტის შეადგენდა. და ჩვენ ეს პრობლემა 6 თვეში გადავჭერით. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ 6 თვის განმავლობაში ჩვენს ამჟამინდელ მთავრობას MშΠ-ში 15%-ული პუნქტით გაუკეთებია კორექტირება. ჩვენ თითქმის 80 მილიარდი დოლარი არგენტინის ხალხს დაუბრუნეთ. ყველა ამბობდა, ეს შეუძლებელიაო. დავიწყეთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა, რომ კონკურენტუნარიან სექტორებს გლობალურად ეყოთ კონკურენციისა და განვითარების შესაძლებლობა, ხოლო არგენტინელებს მიეღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი საუკეთესო ფასად. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სოფლიოში ყველაზე თავისუფალი და ღიაერი არ ვიქნებით. ამ ზომებმა და მორალურმა ფილტრმა სიღარიბე 47%-დან 30%-მდე შეამცირა. 15 მილიონზე მეტი არგენტინელი სიღარიბიდან გამოვიყვანეთ, რაც აშკარად ნიშნავს, რომ მილიონობით არგენტინელი სიღარიბიდან გამოვიყვანეთ. ასევე შევამცირეთ ქვეყნის რისკი დაახლოებით 3000 პუნქტიდან 600-მდე. და დავიწყეთ ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა. ევროპაში უკვე 10 წლეულებია საპირისპირო გადაწყვეტილების ლოგიკას მიხვებიან, როგორც არგენტინაში, თუმცა სხვა ტემპით. ჯერ აინტერესებთ, რა სურს პოლიტიკოს ან ბიუროკრატს, შემდეგ რა არის ეკონომიკურად ეფექტური და ბოლოს მორალურად სწორი. თუ საერთოდ აკეთებენ ამას და ყოველთვის აკეთებენ ამას. მოჩვენებითი ღირსებით, თანაგრძნობის სახელით, მათ შეუტიეს საკუთრებას თანასწორობის სახელით. გაანადგურეს დამსახურება ცარიელი უნივერსალიზმის სახელით. დაათმეს თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტი ბიუროკრატებისთვის, რომლებიც არავის აურჩევია. ყოველ ჯერზე, როცა ევროპულმა პოლიტიკამ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, ეს კეთილშობილური მიზნის სახელით გააკეთა. ეს არის ხრიკი და მახე,
რადგან კეთილშობილური მიზნების უკან კონკრეტული პოლიტიკური განტოლება იმალება. დამოკიდებულების შექმნა ნიშნავს ამომრჩევლების შექმნას. ყოველი სუბსიდია, ნაკიდი ხმა, რეგულაცია, მოთხოვნილი წყალობა, გახსნილი საზღვარი, გაფართოებული საარჩევნო სია. ისინი ამას თანაგრძნობის გამო არ აკეთებენ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მათთვის სასარგებლოა და ზემოდან ჰუმანიტარულ დროშას აფარებენ, რათა არავინ გაბედოს მათი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. მაგალითად, ეკონომიკური და მიგრაციული პოლიტიკა. როგორც ვიცით, ევროპა ამაყობს, რომ ძიძას სახელმწიფოა. ანუ პროპორციულად ართმევს იმათ, ვინც ყველაზე მეტ სიმდიდრეს ქმნის, რაც არღვევს საკუთრების პრინციპს და კანონის წინაშე თანასწორობას. ამ პროცესში ეს სიმდიდრე საზოგადოებაში მომსახურებად გადანაწილდება. ისინი ეკონომიკას ტორტს ადარებენ. ისინი უფრო იმაზე ფიქრობენ, როგორ გაანაწილონ ნაჭრები, ვიდრე ტორტის ზრდაზე. ეს იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას, რაც უკვე გარკვეული დროა, რაც რეგიონში შეინიშნება. რაც უფრო შორსაა ძალაუფლება ინდივიდისგან, მით უარესია დაგეგმვის შედეგები. ეროვნული დაქვემდებარება ზეეროვნული ორგანიზაციების ცალმხრივ კარნახს, სუვერენიტეტსა და თავისუფლებებს ბიუროკრატების ახირებებით ცვლის. როდესაც ძალაუფლება იცილებს პასუხისგებლობას, რომელიც თან ახლავს წარმომადგენლობას, ის ძალიან სწრაფად შეიძლება გადაიქცეს ტირანიად. სინამდვილეში, ცოტა ხნის წინ წარმოთქმულ სიტყვაში, ჩემმა ძვირფასმა და საყვარელმა მეგობარმა სანტიაგო აბასკალმა განსაკუთრებულად აღნიშნა პატარა ტირანის ნაშიერი, რომელიც სამწუხაროდ თქვენ აქ ესპანეთის ქვეყანაში ხავთ. თუ ამას დაუმატებთ მიგრაციას, რომელიც განურჩევლად ზრდის ტორტის ნაჭრების მიმღებთა რაოდენობას, სრულიად გარეშე მოთხოვნისა, რაიმე სახის ცვლილიზე საბოლოოდ მothuებულია ის მოსახლეობა, რომელმაც წლების განმავლობაში გადაიხადა გადასახადები და ახლა უბრუნებენ სისტემას, რომელიც კოლაფსისკენ მიდის. ამ ქმედებამ ევროპას არც ზრდა, არც სამართლის უზენაესობა და დღეს ცხადია, რომ მისმა ლიდერებმაც მთელი პოლიტიკური სანდოობა დაკარგეს. ვიტყვი იმას, რაც ნათელია, მაგრამ პოლიტიკა ამას მალავს. იდეები აბსტრაქტული არ არის, იდეებს აქვთ რეალური და ღრმა შედეგები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. როდესაც საზოგადოება თავისუფლებას ირჩევს, ყველასთვის ყველაფერი უმჯობესდება, როგორც არგენტინაში ვხედავთ, ხოლო სოციალიზმის არჩევისას ყველაფერი უარესდება. ეს ვიხილეთ საბჭოთა კავშირში, კუბაში, ვენესუელაში და არგენტინაში ასლიანი დეგრადაციის განმავლობაში. ეს არ არის იღბალი, რესურსები, ისტორია ან გეოგრაფია. ეს გადაწყვეტილებებს ეხება. ერებს, რომლებიც იღებენ თავისუფლებას, კერძო საკუთრებას და დასავლური ცივილიზაციის მორალურ წესრიგს, პროგრესი აქვთ, ხოლო უარმყოფლები ყოველთვის, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე დეგრადირდებიან. არჩევნებზე საკითხი მხოლოდ მართველში არა, არამედ იმ მიმართულებაში, საითაც ხალხი მიდის, რაც მნიშვნელოვანია. ამიტომ პრემიერ-მინისტრო ორბანს და უნგრელ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმით. როგორც ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა კომუნიზმის უბედურებები, დღესაც იმავე სულისკვეთებით ებზვიან, რაზეც ვსაუბრობ. დობა, სიმტკიცე და სიმამაცე პრემიერ-მინისტრო ორბანს მიანდეს, რათა ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. ის იმსახურებს აღფრთოვანებას დიდი შრომისთვის. უნგრეთი გახდა ქვეყანა, რომელიც სწორ საქციელს ამჯობინებს საერთო მისაღებს. ეს შეუპოვარი მოქმედება მათ დაეხმარა მტკიცედ დარჩენილ იყვნენ მიგრაციის პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი რეგიონი ზეწოლას ახორციელებდა საზღვრების გახსნისკენ. მეორეს მხრივ, ევროპა აკეთებდა იმას, რაც პოლიტიკოსებს კარგ შთაბეჭდილებას უტოვებდა და მსოფლიო გაზეთების სათაურებში აჩენდა. დღეს ის ამ სფეროში და სხვებშიც არაპროპორციული კრიზისის წინაშეა. ამ მხრივ მგონია, რომ ჩემს მეგობარ ვიქტორთან რაღაცა მნიშვნელოვანი საერთო მაქვს. ორივე მეს ბრძოლები ბევრად ადრე დავიწყეთ, სანამ ეს პოპულარული გახდებოდა. არგენტინაში როცა ვამბობდი, რომ სოციალიზმი გვანადგურებდა, გარიყული ვიყავი. პროგრამებში არ მეპატიჟებოდნენ, პარტიებიც არ მეძახდნენ, ჟურნალისტები კი შეშლილად მიყურებდნენ, მაგრამ მაინც ვამბობდი ამას, რადგან ეს სწორად მიმაჩნდა. ვიქტორი პარალელურად პირველი იყო, ვინც მთელი ევროპული კეთილგონიერი საზოგადოების წინაშე წამოდგა და თქვა ის, რაც არავის სურდა გაეგონა.
დასავლეთის საფრთხეშია. ევროპა თვითმკვლელობას ჩადის და მასობრივი უკონტროლო მიგრაცია გულუხობა კი არა, უპასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის მიმართ. მან ეს მაშინ თქვა, როცა ამის თქმა ძვირად ღირდა. ამას ქვია სიმამაცე. დღეს წლების შემდეგ ფაქტებმა გაამართლეს ისინი, ვინც სწორ დროს სიმართლე თქვა. სახელმწიფო მოღვაწე სიმართლეს ამბობს, მანამდე სანამ ამის თქმა მოსახერხებელია. ეს განასხვავებს მას პოლიტიკოსისგან. ამიტომ ჩემი გზავნილი თქვენთვის ამ საღამოს ასეთია. ბოროტების ნორმად ქცევისას ჩვენი ვალია მეტი სიმამაცით დავიცვათ ეთიკა, მორალი, სამართლიანობა და სიმართლე. რამდენის არ უნდა ეცადონ, მედიაში დააბანდონ, ან კანონები დააწესონ, არ უნდა დაუშვათ, რომ დაგვაჯერონ თითქოს არასწორი სწორია. არასწორი ყოველთვის არასწორია, თუნდაც მილიონობით ადამიანი იცავდეს მას. ამ ხრივ ფსულს დავამატო ძალიან ცნობილი ფრაზა, რომელიც ვირგილიუსის ეპიკურ რომანში ენეიდაა მოცემული და რომელსაც ხშირად იმეორებდა ეკონომისტი ლუდვიგ ფონ მიზესი. პირველ რიგში ამას ლათინურად ვიტყვი, რა თქმა უნდა, საშინლად არასწორად წარმოთქვა, მაგრამ ცდი. შემდეგ მამაცად ამბობს, თუ nise de males sed contra al dentior. ანუ არასოდეს დანებდებანებდე ბოროტებას. მეტი ძალით ებრძოლე მას. ვიქტორი ამას ნამდვილად ახერხებს, მადლობა. დღეს მსოფლიო წესრიგი იცვლება და ამ ახალ სამყაროში ჩვენი ჩართულობა განსაზღვრავს ჩვენი ერების ბედს. გლობალური თანამშრომლობის ეპოქა, მორალური კომპასის გარეშე დასრულდა. ბევრი ინსტიტუცია, რომელიც კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, ბიუროკრატებმა ხელში ჩაიგდეს და ხალხებისთვის იდეოლოგიური დღის წესრიგის თავს მოსახვევ ინსტრუმენტებად აქციეს. მიუკერძოებელი არბიტრი მოთამაშედ გადაიქცა საკუთარი დღის წესრიგით და შედეგი აშკარაა. ცვლილებების დრო მოითხოვს, სწორ დიაგნოზს, ზუსტად მორგებულ მორალურ კომპასს და მოქმედების სიმამაცეს. ამ სამყაროში სულ უფრო მკაფიოდ გაივლება ზღვარი თავისუფალ და დამორჩილებულ ერებს შორის. უნგრეთი და არგენტინა ორი ერი არიან, რომლებიც ამას ძალიან კარგად ესმით და ცვლილებების ქარს მიესალმებიან. ამიტომაც უჯერთ მხარს ინიციატივებს, როგორიცაა ბორდე PIF, აშშ-ის პრეზიდენტის ჯეი ტრამპის. როდესაც ქვეყნები ფუნდამენტურ პრინციპებსა და საერთო ღირებულებებს იზიარებენ და მტკიცედ სტრატეგიული კოორდინაციით მოქმედებენ, მნიშვნელოვანი პროგრესი მიიღწევა. ისინი არ ექცევიან ინერციასა თუ პოლიტიკურ არაერთმნიშვნელოვნებას, რაც ხშირად პარალიზებს ზოგი საერთაშორისო ორგანიზაციასა და გლობალურ ფორუმს. არგენტინა თავიდანვე შემოუერთდა, რადგან გჯერა დიპლომატიის, რომელიც რისკზე მიდის ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის. ეს გზა უკვე შედეგს იძლევა. მაკროეკონომიკურმა წესრიგმა, კერძო საკუთრებისადმი უპირობო პატივისცემამ, სიცოცხლის დაცვამ და მკაფიო წესების აღდგენამ ქვეყანას პროგნოზირებადობა, ინვესტიციები და ზრდა დაუბრუნა. ეს პროცესი რეგიონსა და მსოფლიოში შეუმჩნეველი არაა. მეტი ქვეყანა ამ გამოცდილებას სამაგალითოდ თვლის და მსგავს გზაზე გადადის. მაგალითისთვის, ეხლა არგენტინას შეუძლია ევროპას ენერგეტიკული უსაფრთხოება მისცეს. ენერგეტიკაში ინვესტიციების ბუმია. 2030 წლამდე ყოველ წელს $30 მილიარდზე მეტი ექსპორტი გვექნება. ევროპას სასწრაფოდ ეძებს. ევროპა წლების განმავლობაში ცდილობდა ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. გთავაზობთ სანდო პარტნიორს, უზარმაზარი რეზერვებით და მთავრობას, რომელიც კონტრაქტებს ასრულებს. ამრიგად, არგენტინა კვლავ წამყვან ადგილს იკავებს, არა იძულებით, არამედ მაგალითით და თავისი შეთავაზებებით მსოფლიოსთვის. და უფრო ფართო მოძრაობასაც აძლიერებს, რომელიც თავისუფლებაზე დაფუძნებით ამერიკის დიდების აღდგენას ისახავს მიზნად. ამ მოძრაობას ჩვენს კონტინენტზე უკვე აქვს სახელი. ეს გადაწყვეტილება ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ.
ეს რწმენაა, რომ მხოლოდ თავისუფლებაზე, წესრიგსა და იმ ღირებულებების პატივისცემაზე დაკრნობით, რომლებმაც ჩვენ ცივილიზაციას დაუდო საფუძველი, შეიძლება კეთილდღეობის მომავლის შექმნა. იგივე რწმენა ახლა ევროპაში მკვიდრდება. ევროპას თავიდან გამოგონება არ ჭირდება. საკუთარ თავს უნდა დაუბრუნდეს, ფესვებს მიუბრუნდეს და თავისი ისტორიის მიმართ ნდობა აღიდგინოს და მუდმივი დანაშაულის გზნობის ლოგიკის უკან დატოვება. ამ გზაზე უნგრეთი ცენტრალურია. ვიქტორ ორბანი კი ევროპისთვის გზის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი და მამაცი ხმაა. უნგრეთი ახლოსაა ახალ გარდამტეხ წერტილთან, სადაც მომდევნო წლებში ქვეყნის მართვაზე ორი საპირისპირო მორალური მოდელი იბრძვის. ადრე კომუნიზმი საბჭოთა დროშის ქვეშ იყო, დღეს სხვა სახით ჩანს. ის იმალება მრავალ კეთილშობილურ და ჰუმანიტარულ მიზნებში, რომლებიც თითქოს დამოუკიდებელია, მაგრამ მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთო დრის წესრიგით, რომელიც ტრადიციასთან ბრძოლას ემსახურება და სიძულვილი ყველაფრის მიმართ, რასაც კარგად, ლამაზად და წმინდად მივიჩნევთ. რამდენიმე კვირაში უნგრეთის ხალხი კვლავ გამოხატავს აზრს. დღეს როგორც არასდროს, უნდა კონდეს სისხადე იმის შესახებ, თუ რა დგას რეალურად სასწორზე. უნგრეთის გადაწყვეტილებას მთელი ევროპა იგრძნობს. როდესაც ერი მტკიცედ დგას პოლიტიკური კორექტულობის ზეწოლის წინაშე, ის აჩვენებს სხვა ქვეყნებსაც, რომ წინააღმდეგობის გაწევა და გამარჯვება შესაძლებელია. როდესაც ერი თავისუფლებას, ოჯახებს, საზღვრებსა და ტრადიციებს იცავს. იგი სხვა ქვეყნებს, დაკნინების ინჟინრების მიერ დაბუჟებულებს, ახსენებს, რომ ჯერ კიდევ არის რეაგირების დრო. და როცა ვიქტორ ორბანის მსგავსი ლიდერი ის ხდება შუქურა ყველა ჩვენგანისთვის, ვინც არ ვეგუებით, რომ დასავლეთის ხვედრი მართულ ბინდად იქცეს. ვიქტორ, გაქვს ჩვენი პატივისცემა, აღფრთოვანება და მხარდაჭერა. უნგრეთს შენში განსაკუთრებული სიმამაცის ლიდერი ჰყავს და შენ კიდევ ერთხელ ევროპის მომავლისთვის შეუცვლელი ხარ. ჩვენ ყველა, ვინც ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ვიცით, რომ როდესაც სახელმწიფო მოღვაწე მტკიცედ დგას თავისი ხალხის დაცვისთვის, ის არა მხოლოდ თავის ერს იცავს, არამედ მსოფლიოს იმედს უბრუნებს. დიდი მადლობა ყველას. ღმერთმა დალოცოს, უნგრეთი და არგენტინა სეციური ძალებით ანგვახდნენ, დიდხანს იცოცხლოს თავისუფლებამ. დიდი მადლობა ყველას.